ლაშა. ესე იგი ნატუკა როგორ დაიხვეწა? რა ხდება კეთება? რა ხდება და ნატუკა მიშიკო ჩაიყვანა ეზოში სასეინოდ. ხო და მე დავაბარე გეხვეწები ერთი გაიგე ამირანზე და ნათელაზე რა ხდება თქო და ყველაფერი მე ამოიტანე, ყველაფერი შემატყობინე მეთქი, ხო იცი ხა მე ყველაფერი როგორ მაინტერესებს და ეხლა ეს ეზოში დგას, ნათელას ელაპარაკება, თან ლაივ რეჟიმში მესიჯებს მიგზავნის. ყოჩახ ნატუკა რა ყოჩახ. ყოჩახ შენ კეთება. ყოჩახ შენ. შენი დამსახურებაა, შენი დამსახურება. თან კეთებან დღეს თამარით ჩამოდის სამტრედიიდან და ორივე ერთად უფრო კარგად გამოწვრთნით თქვენს უნივერსალურ ჯარისკაც ნატუკას. ხო, ლაშა დღეს ჩამოდის ჩემი და, მაიმე იცი როგორი ბედნიერი ვარ, როგორ მომენატრა ჩემი და ჩამოდის. აი, ჩემი და. ვაიმე რა მიხარია, ყოჩახ რამინი რა კარგი ექიმბაში უშობა, ესე უცებ მოურჩინა ფეხუცები. ხო, ეს რითქიო და ჩემი და ფეხუცები. რა ვიცი, ისე ყოფილიყო ცოტა ხანი, რა ეჩქარებოდა, რა ვიცი. ამაჟობა. ვახო. რა არის ბახო, რა. თამარი ჩამოდის სამტრედიიდან და ასე უნდა დახვდება, ხო? ასე უნდა დახვდე. მიდი ახლა შენი პატიმრის ზოლებიანი მაისური ჩაიცვი და ალაგე სახლი და შენ ძველ კალაპოც დაუბრუნდი. აი ჩამოვა თამარი და მოგივლის შენ რა. დაიწყო დილიდან ხუმრობა ბიჭმა. კეთება? რომელზე ჩამოვიდეს ხო არის? მიძალება. ვაიმე, არ ვიცი, მოიცადე ახლა მე დავრეკავ თამარს და კითხავ, მოიცადე. დაჯექი. და არ გწხვენია ამ ხელა კაცს და არ გეშინია, მითხარი. არ გეშინია ამ ხნის ადამიანს რომ უშვებ ამ ხელა გზაზე მარტო? არ გახსოვს დოდო მამიდას რა დაემართა? ალო. ხო თამრი. თამარი არ ხარ? მოიტაცეს? რა? ვაიმე კარგი რა რამინი ბიძია რა რატომ მე მაიმუნები გული გამისკდა რამინი ნახე როგორ ეძალება ფერი დავკარგე ფერი რამინი ბიძია კარგი დამოლაპარაკე თამარი ხო თამრი ხო დღეს გნახავ ხო მე ძალიან მენატრები და კოცნი ბევრს ხო რომელზე ჩამოდიხარ ხო აჰა ვახოს ვუთხრა ხო კარგი თამრი კარგი კოცნი შეხვედრამდე გეფერები კარგი მოკლედ თამარმა 6 საათზე თბილისში ვიქნებიო აჰა ესე იგი 6-ზე კარგი ხო მაგრამ მე ჩემი დის ამბავი რო ვიცი ძღოლი 5 საათზე უკვე აქ იქნება ესე იგი 5-ზე მე კეთევან მე რო შენი დის ამბავი ვიცი რიკოთის გვირაბს გაახსნევნებს და 4-ზე აქ იქნება ვახო თქვი ახლა ესე იგი 4-ზე კარგით ახლა ვახო თამარმა სადგურზე დამხვდესო უამრავი რამე მომაქვს და მომეხმაროსო იმიტომ რომ რამინი თურმე აგზავნის ყველაფერს საუკეთესოს რაც გააჩნია ხორცი ქათამი ყველი რძე ხაჭო ნადუღი კაკალი რა ვიცი ყველაფერი ვაშლი მსხალი ატამი ყველაფერი ჩვენთვის ემეტება ხო იცი რამინი ბიძიას და მოკლედ ახლა მომისმინე ლაშა უხერხულია ჩვენც რამე უნდა დავახვედროთ უნდა დავახვედროთ ქეთევანამ სათვითო დავახვედროთ თორე ცოდუა ვახო მარტო აბა ახლა კარგი ახლა კარგი რა მოგივით ბიჭებო მე ახლა წავალ ცოტა ხანს წამოვწვევი რაღაცა ესე სუსტად ვარ ცოტა ხანი მინდა წამოვწვევი იმიტომ რომ გუშინ მთელი ღამე არ მეძინა გოშაძეების სამფეხა ძაღლი ყებდა და არ დამაძინა ქეთევა იცი რატო ყებდა გოშაძეების სამფეხა ძაღლი კეთება მოусმინე ხა ხუმრობა მოიფიქრა ბიჭმა აბა რა არის რა ხუმრობა სერიოზულად იცი რატო ყებდა გოშაძეების სამფეხა ძაღლი რატო თამარი ხო ჩამოდის დღეს ხო ხო და ძაღლები ხო წინასწარ გრძნობენ მოახლოებულ უბედურებას და
მწყინის რა, მწყინის ჩემი და. მიდი ქეთევა შენ წამოწექი, წამოდი. მთელი დღეს არ გაჩერდება დღეს. მაგ მოიცადე რაღაცა უნდა გითხრა მართლა. რა გინდა? არა, მართლა სერიოზულად. არ ძალიან შენი მაიმუნობისთვის. არა, არ გემაიმუნები დაჯექი ერთ წამი, გეტყვი და წადი მერე რა. აჰა. ვახო, რა ვიფიქრე იცი? ზამთარი მოდის ახლა. დაიწყება ეს გაუთავებელი წვიმა, თოვლი, ყინვა, თამარი. კარგი, ერთი წუთი არ დამიმთავრებია, დაჯექი. თამარი ჩამოვათქო. ახლა თამარი ჩამოვა და დაიწყება ეს ისევ ეს გაუთავებელი დალაგება, დასუფთავება, ლოგინების სალაგება, საჭმლის გაკეთება, სადილი, მაღაზიაში სირბილი. დაფიქრდი ბახო. დაფიქრდი. რა? რევოლვერი უჯრაშია. მეცალება და ხოდა ესეთი ამბები იყო ჩემო დარჩით გადაირია მოკლედ ირაკლი ასეთი გემრიელი საჭმლის კეთება თუ იცოდიო როგორ მე არ ვიცოდი და არ გაგიშვებდიო ყველაფერს მევაკეთებდი აბა ყველაფერს მევაკეთებდი საჭმელს რეცხავდი და ასე შემდეგ და სხვათა შორის მეზობლები ამოვიდნენ და ისეთი გემრიელი სუნი გამოდის თქვენ საგრეთო ძალიან გთხოვ მასწავლი როგორ აკეთებ ამ საჭმელს აი ესე დღეში ვიყავი კი გამარჯობა რომ მოხარული ვარ რომ ჩვენ ბარზე შეაჩერეთ არჩევანი იმედია მომავალში მხოლოდ და მხოლოდ ერთი აი ეს არის პეტრე პეტო პაწიპუცი პიცი ეს ახალი ბარმენია ჩვენი ეს არის ჩემი მაიკო გასაგები ესე იგი მაიკო თქვენ ხართ ხომ ძალიან კარგი მაიკო ძალიან კარგი რომ ჩამოხოდი თორე დათოს არ ეხერხება საჭმელების მომზადება საერთოდ ისე წვალობდა ისე იტანჯებოდა აი მე მახსენდება ერთხელ მაგალითად ინგლისში როდესაც ვიყავი იქ ეხლა ჩვენ რა შევჭამთ ეხა იცი არ მითხრა დათო ძალიან კარგი შვედური ნამსხური გვაქვს და აუცილებლად უნდა გასინჯოთ აუცილებლად ერთი წუთით ბუზღუ, კარგი ბიჭია რა სერჩი. კარგი. ბუზღუ, რა ამბები მოხდა ჩვენ კორპუსში? რა? ცოლქმარი რომ არიან ქურდაშვილები, ყობა დაავა ხო გახსოვს? უჩხუბიათ, ვიღაცა სერენადები უმღერია ცოლისთვის და ქმარს გაუგია. მე თუ მკითხავ მაგას ის უნდა ეცემა ვინც მღეროდა. ის შენ რამე იცი ხო რო წავალთ აქედან მაღაზიაში შევიდეთ ხო? ვაი საჩქარი უნდა უყიდა ვინმე? კი, ჩემ თავს. კარგი, ბუზღუ, რომელ მაღაზიაში წავიდეთ? სადაც ადრე ყიდულობდით, ასაცმარს? არა. ამ მაღაზიაში რემონტია. აბა მოვიდა შვედური ნამსხური თავის. აი, თქვენი დაპირებული შვედური ნამსხური. გემრიელად მიირთვით. რა ნამსხურის? იცით ბუდიში უიმე ერთი წუთით უკაცრავად აი ეს მოსაწვევები თქვენ დღეს ჩვენთან ბარში ვაწყობთ საღამოს ღვინო და პოეზია და აუცილებლად უნდა მოხვიდეთ მუსიკა იქნება ღვინო იქნება მოკლედ გაერთობით რა ვაიმე მადლობა აუცილებლად მოვალთ ხო ძალიან კარგი იცით ძალიან მინდოდა რომ არღანი მეშონა რა ვგიჟდები არღანს რო ატრიალებენ ხო მაგრამ სამწუხაროდ თან რაღაცნაირი თავისებური პეცი აქვს რა ამ არღანს არა პეცი ხო მაგრამ სამწუხაროდ აი ვერ ვიშოვე არღანი ვერ იშოვე ვერა არც არღანი და არც ვერც მე არღანი და ვერც არღანი კიდე მე გაშოვინო კარგი მე არღანი და კარგი არღანი როგორ არ მინდა დათო როგორ არ მინდა სადარ შენ ისე პასტა ფურცელი მომიტან ჩაგიწევნა ხო აი აჰა აი ეს არის გენიალური მეარღანი საქართველოში არის პირველი ერთ-ერთი ირაკლი ქვია ხო ირაკლი დაურეკე ამ ნომერზე და უთხრა რომ ესე ამას რასაც ხო ღვინო და პოეზია გჭირდება კარგი მეარღანეო და მაგარი მეარღანია ძალიან რა ხო და მოკლედ ჯერ დაიწყებს რომ რა არღანი ის მეარღანი თავისებური ხალხია მინისტრობა უნდა გამოდოდა მინისტრობა უნდა და მეარღნის მინისტრობა არა კეისარს კეისრისო
მიდი, ახლა დარიგეთ. კარგით, მიირთვით, ნამცხვარი მიირთვით რა. რა არის რა? ეს არის შვედური ნამცხვარი. კანადაში მასწავლეს ესპანელებმა სხვათა შორის. და მე ჩვენ ქართველებს რას გვერჩი? კარგი და თუ ჯერ გასინჯე. დიდი კაცო გადიგით. დათო. როგორ ახართ დათო? მაიკო, როგორი დამთხევაა. ესე იგი დღეს ჩამოსულ ხარ შენს თამარის დღეს აპირებ ჩამოსულ. მართლა? ვინ თამარი? დიახ თამარი? უკაცრავად, მე არ გაგეცანით, მე ახალი ოფიციანტი ვარ. პატა პატიკო პიტი პიტერი. ლაშა. აი, ლაშა. აი უკვე მომეწონეთ და ეს მოსაწევი გამომართვით თქვენ. დღეს ჩვენთან საღამო იქნება ბარში ღვინო და პოეზია. იმედი არღანიც იქნება, იმიტომ რომ გიჟდები არღანს უატრიალებენ რა. თან მაიკო როგორი პეწს მისცემს თავისებურს. იცით რა, მე ამ საღამოს სხვაგან ვიქნები პროზა და ქაბაბი. იქიდან გამოგივლით მერე. ძალიან დიდი მადლობა ამ მოსაწვევისთვის. ეს თამარს და მე? არა, ეგ თქვენია, თამარს აი ეს გადაეცი და ძალიან მოხარული ვიქნები თუ გესტუმრება. მერწმუნეთ რომ ძალიან მოხარული არ იქნებით რომ გესტუმრება. კარგით, ესე იგი ეს ქეთევანს, აი ქეთევანს, მიშიკოს, ესეც მიშიკოს, რამინის, აი ეს რამინის, აი ეს იუზას, აი ეს გიგლას. ეს კიდე ნაზიკო დეიდას. თამრი, მიდი გეხვეწები, გადაიღე, ყველაფერი გადაიღე. იცი როგორ მენატრებოდი თამრი? როგორ მენატრებოდი? აჩერდიო. აი მე იცი როგორ მენატრებოდი? და მე როგორ მენატრებოდით ყველანი ერთი სული მქონდა როდის გნახა. მიშიკო როგორ გაზრდა, როგორ ცინას. აი მე ჩემი სიცოცხლე. აი ლაშიკო. ძალიან გვენატრებოდი თამარში. ჩვენს ყველას ძალიან მათეს ისე ენატრებოდი, დარდით აღარ იყორ და ყოველ დღეს სვამდა. ყოჩა, ხვაშა შენ ისე ფორმაში ხარ რა. ისე რო გიყურებ დაპატარავებულ ხარ, რაღაცნაირად გამხდარ ხარ, ხო იცი? შენც თამარ, შენც. კარგი ხარ. თამრი, მოყევი, გეხვეწები, ყველაფერი მაინტერესებს. როგორ იყავი, როგორ დაისვენე, როგორ ხარ, საერთოდ როგორ ხარ. ძალიან კარგად დავისვენე, ქეთინა, ძალიან. ჩვენც თამარ, ჩვენც. მოყევი აბა. ხო, მაგრამ მეცი რა, აი ფეხი აღარ მტკინა. არა, ფეხი არ არის. ფეხი აღარ მტკინა, მაგრამ ხელი ვიტკინე. ხელი რატომ? რატო ქეთინო და რამინის ინდაურის ჭუკმა მიკბინა, ვაჭმევდი და მეც აკრუხი და მიკბინა. ასმეუბნები. მოკლედ რა, ფაუნას არ უყვარხარ თამარ. შინგინაცალი, მომენატრა შენი რა. კარგი რა ლაშა რა, კარგი რა, დავიღალი აღარ შემიძლია მოვკვდი რა, შემატანინე ესენი რა, რა მოგივიდა, ნახე რამდენია. დახუნე, მომენატრა გინაცალი. ლაშინი როგორ მოგივიდა ტრეზო. გავიდეთ ჩვენ? არა რა, ხო კაი. კი არ უნდა გახვიდე. ესენი უნდა გამატანეო. მოვდივარ ვახო, მოვდივარ. დავისვენე ცოტა. და მომისმენ ეს ხელი გავიგე რაღაცა ეთყობა ესე გეტკინა. ფეხი როგორ მოგირჩა ერთი საერთოდ აღარ გტკივა. საერთოდ იცი რა არ მტკივა, მაგრამ სიარულს გადავეჩვიე და ცოტა ვკოჭლობ. ხან აი მიხსენებს ხოლმე რაღაცა. ეთყობა ცუდია მინდი და აი რაღაცა ესე გაკრავს ხო. ვაიმე ქეთინო გადავხედო ერთი ეზოს დავენახო ხალხს რო ჩამოვედი. მე მოდი რა აი მაინც აი ეს ხო აი ეს აი ეს ვახო შეხედე რა, სუფთა გარინჩაა რა. აი ეს მე გავაღებ თქვენ. ყურადღებით სასიკვდილო ნომერი. გამარჯობათ. მოდი ნატუკა შემოდი. აი
ეს არის ნატუკა, ჩემი მიშიკოს ძიძა. ეს არის ჩემი და თამარი. ნატუკა, მიდი ახლა, არ დაიბნე, ჩამოართვი ხელი, ოღონ თვალებში არ შეხერო, თავი დახარე. მოდი გინეცელი. ძალიან სასიამოვნოა, ძალიან ბევრი მსმენია თქვენზე, იმაზე მეტი ვიდრე წარმოგიდგენიათ. ხო, კეთინოს ძალიან მოწონხართ. შენ სხვებს არ იცი როგორ მოსწონთ კაცო. მეც ძალიან გამიხარდა რომ გაგიცანით. ой, შენ გინეცელი. ეხლა ნატუკა მობრძანდი თუ შეიძლება აი აქ რამოდენიმე ესეთ სავალდებულო კითხვას დაგისვამთ და მეც აღარ შეგაწუხებთ, ხო? რამდენი ხანია ძიძათ მუშაობთ? 1 წელია. მოგწონთ თუ არა ჩვენთან ძიძათ მუშაობა? რა თქმა უნდა. მიშიკოს საყვარელი საჭმელი. ჰერკულესი წვრილად დაფხვნილი. საყვარელი სიმღერა. იოვნანა. რა ქვია რამინის ბიჭს? გიგლა. რა გვარია იუზა? დოლიძე. მე რამდენი წლის ვარ? შემდეგი. კეთინო, ძალიან კარგი გოგოა. ფანტასტიკური. ხო გეუბნებოდი თამრი, აი ხო კარგი. ეხლა როგორი თვალები აქვს შეიხით. ნატუკა გეხვეწები, მიდი რა შეხედე მიშიკოს. არ გაიღვიძოს და არ შეცივდესეთ და. აი, ნახე როგორ. ვახო. რა არის? არაფერი. კეთინო, ძალიან კარგი გოგოა. ძალიან მომწონს. მე იცი რა უნდა ვცადო? შენ რომ მეუბნებოდი ტელეფონში, ხო? მოდი. აი ზადეკი, აი ესე და მე რო ვიცის, მიდი. მიდი. ნატუკა! ხო კეთევან. აჰა. აი, სამი. ნატუკა, მიშიკო რო გაიღვიძებს და მიძახე ხო ნახვა მინდა მომენატრა. კარგი დაუცილებლად. გაიღვიძებს თუ არა გეტყვი. კინეცელი. გოგოას ხარტი რაღაც ალანი მეხმარება ისე მეხმარება. მე მგონი ნატუკას ახლა ხელფასი უნდა გაუორმაგოთ ჩვენ. რა? შენ რა დღეში ხარ? კარი იყო. უზღუ. მოდი. უზღუ ნახე ეს პერანგი. ფერი მოდაშია. ფერი მოდაში? მე მოდანაკლებად მანერიულებს, იმიტომ რომ 13-16-ზე ავალ ფეხიდან ჩამო, გადასული იქნება მოდა. უზღუ. მე ვიგდო, კარგია? მიხდება? ძალიან. ხო. მაგრამ რა? არ იყიდო. როდი? ეს? ბუსყო ეგ სოფელში რა წახვალ იქ დაიხურა. სოფელში? ой, რა გამახსენდა იცი? რა? ეს ირაკლის წავუხოთ, და უთხრათ რომ აი ეს სოფელში მოედა. ვიცინებთ ძალიან ბევრს მე. უკაცრავთ. ეს რა ღირს? ეგ 60 ლარი ღირს. ვაიმე, ბუსღო უყიდოთ და ვიცინოთ. არ მინდა? ვიცინეთ უკვე. ესა უკაცრავად რა. აი ეს შარბალი რა ღირს? 100 ლარი. ფასდაკლებით? ამ ტანსაცმელზე ფასდაკლება არ არის. აი ძველი კოლექცია და იმაზეა ფასდაკლება. იქ არის იმაზე ფასდაკლება, იქ რაც არის იმაზე ფასდა. გასაგები, მართლა. უკაცრავად. აი ეს პულოვერი, სხვა ფერი არ გაქვთ? არა, მარტო ეს დარჩა. უკაცრავად კიდე გიხდით ბოდიშს და აი შარვალზე არის ხო ფასდაკლება ისე. არა. ეს ახალი კოლექციიდანა, აქ რატომ დევს? ой, რა? ზედადობად ვიღაცამ დადო რა. აი ეს ზუსტად ჩემი ზომა 42, ეს რა გის? 120 ლარი. ფასდაკლება ეს? არა. მაშინ რა ქენით იცით? 40 ზომა მომეცით 100 ლარი. მეუღლე გეძახით. მეუღლე გეძახით. უზღუ. მოდი. უზღუ.
ნახე რა კარგი პულოვერია. დააზი რა, სოფერი არისო? არ გვაქვს ანა. არ 60 ლარი ღირს. 60? შენერია რა მინდა რა. ძალიან კარგი პულოვერია, მე ძალიან მომეწონა. აი სხვა ჯონ გავიძო. ბუზღუ. ხო. ისა მართლა მოგწონს? კი, გადასწრებია, ეს არ მომწონს დადე თავის ადგილას. ეს შენია ბუზღუ. ჩემია? ყוי, და ამერია. მოიცადე? ბუზღუ. კარგია. ძალიან. მიხდება? მართლა ძალიან გიხდებათ. თან კარგი ფერია. კარგი ფერია? ფერი. ისა ფასდაკლება არა. არა, სამწუხაროდ. არა. და ის ბარათი შეიძლება გადახდა? კი, რა თქმა უნდა. დარწმუნებული ხართ? დიახ. დარწმუნებული ხართ თუ ბარათით გადახდა შეიძლება? დიახ. თქვენ გაბრალთ? კი. აბა მიდი გადაიხადე ჯერ თქვი და თუ გადაიხადე მე მიგადაიხდი. კოდი შეიყვანეთ. ჰა? კოდი შეიყვანეთ. უგაცრეთ. ისა ნახეთ ჩინური ხომ არ არის რა ჩინური? აჰა, ბანგლადეში. თამარ, გეხვეწე. აი აქ დასხედე. თამარი, მე შენთვის სურპრიზი მოვამზადი. არა, მიდი დაჯექი. მიდი დაჯექი. ისეთი სურპრიზი მოვამზადე. იმდენი ხანი ვამზადები. იმდენი არც არავისთვის არ მithქვამს. აი, მიდი რა დაჯექი. რამე შეჭა. არ მინდა მოემზადე. აბა როგორი ზათხარ. იყო და არა იყო რა. აბა ღვთის უკეთესი რა იქნებოდა? იყო ერთი ძროხა. დადიოდა ეს ძროხა თავისთვის. ჭამდა ბალახს, რძეს იძლეოდა, ცხოვრობდა ტკბილად და გემრიელად. ნუ რა ჭირშენ ხმა ვაიმე გიხვეწები მოусმინე რა ძალიან მაგარია. შუქი რომ არ არის ხოლმე აი ესე ვერთობი. ცხოვრობდა მოკლედ როგორც გითხარით ეს ძროხა ტკბილად, წყნარად, მშვიდად ერთ მშვენიერ დღეს ქალაქიდან ჩამოვიდა ერთი გოგონა. გოგონა რა, ქალი. ხოდა გადაწყვიტა რომ მოდი ამ ძროხას მოვწველიო. ხო. ძროხას არ მოეწონა ქალაქელი გოგონას მოწველილი. ბევრი იფიქრა თუ ცოტა იფიქრა, წიხლი აუქნია და ფეხი მოტეხა. ბიძამ მოიკიდა ზურგზე ეს გოგონა და წაიყვანა საავადმყოფოში, ხოლო ამ ძროხას რა ბეტი ეწია კაცმა არ იცის. აი მართლა მოგეწონა? ძალიან. არ გაბრაზდი? არა, რატო ლაშა. აბა ტყილა ვიწვალე მე ამდენი. აი ეს ჩავდიდა კი ბენზინები. თუ არ გაბრაზდი ეხლა, ხო? თამარ. მე შენთვის ერთი სიურპრიზიც მოვამზადე. კი. ბარში ვაწყობ შეხვედრას. შენ ჩამოსვლასთან დაკავშირებით გრანდიოზული დახვედრა მოგიწვა. თამარი და სამტრედია. ვაიმე, ლაშა, ძალიან დიდი მადლობა. აი დახვედრაც ესეთი უნდა და სიძეთ. ძალიან დიდი მადლობა. ხო, გაუხართ. ლაშა, გინდა შენი სპექტაკლის დასასრულს გითხრა რა მოუვიდა ძროხას? რა მოვიდა? თამა. რამდენი ძროხის ხურცი ჩამოგიტანია ეს რა?
ბატონებო და ქალბატონებო, უნიკეთისადმი მიძღვნილი დღევანდელი ზეიმი გრძელდება საბავშვო ღონისძიებით. ამ შეხვედრას რა თქმა უნდა დასწრებოდა სოფელ ხვითორის ოფიციალური დელეგაციაც, მაგრამ ეხლა გვაცნობეს, რომ გზაში თურმე ტრაქტორი გაფუჭებიათ და ვეღარ ჩამოვალთო. დღევანდელი ღონისძიების მაღალი სტუმრებისადმი მისასალმებელ სიტყვას გახსნის ბუნიკეთის სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლე გოგიტა მებუკე. აბა. ძვირფასო ბატონო მინისტრის მოადგილე, მთელი ბუნიკეთის სახელით მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ დრო გამონახეთ და ჩვენი სოფლისათვის ამ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე ჩამოვბრძანდით. ჩვენი თანასოფლელები არასოდეს დაივიწყებენ თქვენს ასეთ თანადგომას და გვპირდებით, რომ სამინისტროს მიერ წამოწყებულ ნებისმიერ ინიციატივის იმპლემენტაციისას ბუნიკეთელები ყოველთვის ქართული სოფლის ავანგარდში ვიქნებით და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ირაკლი ჩხეიძეს და ქალბატონ მერის ჩამობრძანებისათვის. გადი მოშოდი აგილე. ჩვენი ღონისძიება გრძელდება ბატონებო. ახლა ამავე სკოლის მხატვრული კითხვის წრის მოსწავლეები გაგვაცნობენ ბუნიკეთელი პოეტების შემოქმედებას. აბა, გამორჯენდო. საინტერესო არა მერი? დაიწყეთ. შენ მზიანო, შენ კეთილო, ჩემო კარგო ბუნიკეტო. შენთან რას მოვა? ხვითორი უმზეო და უსიკეთო. სამინისტრო ააყვავეთ, აგურს დაადეთ აგური, თქვენს ჩამოსვლას გაუმარჯოს პატივცემულო ბაკური. რა ბაკური? პატივცემულო ირაკლი. ბოდიში ბატონო ირაკლი. მინისტრის ჩამოსვლას ველოდებოდით და ეთყობა პოეტს დაავიწყდა და ვეღარ გადავაკეთეთ. არა უშავს, არინერულად პირიქით, კარგიც იყო. აი, ქალბატონ მერისაც მოეწონა, ნახეთ რა, აღფრთოვანებული ზის. მინისტრის მოადგილე ხარ დღეს ჩვენთან ახარ ზეიმზე 200 წელიწად გეცოცხლოთ ჩვენო ირაკლი ჩხეიძე. თქვენს ჩამოსვლაზე ამღერდა მდინარეცა და ღელეცო, რომ ჩახვალთ გამოგვიგზავნეთ, რა გახდა ასეთი ეს ცერეცო. სიგიჟემდე უყარს ბავშვებს ერეცო ბატონო ირაკლი. გიჟებული. დიახ. მე მგონი კარგი იყო არა ქალბატონო მერი, რა სიტყვით? ლენინი გამახსენდა. ახლა კი სიტყვას გადავცემთ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს ბატონ ირაკლი ჩხეიძეს. მოგესალმებით. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ დღეს ვიმყოფებით აქ ამ დიდ დღესასწაულზე. ასე არის ქალბატონო მერი. ბუნიკეთი არის საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი სოფელი და ამ რეგიონის ნამდვილი სახე. ასე არის ქალბატონო მერი. მე ვისურვებდი, რომ ბუნიკეთი ყოფილიყოს მაგალითი სხვა ქართული სოფლებისათვის, მეგობრებო, აღშენებლობის, პატრიოტიზმის, კულტურული ცხოვრების, რეკორდული შრომის და შესაბამისად რეკორდული მოსავლიანობის ტაშია. დიახ. ახლა სიტყვას გადავცემ ქალბატონ მერის. ძვირფასო ბუნიკეთელებო, გილოცავთ. დაესწარით მრავალ ბუნიკეთობას. იყავით ჯამრთელნი, ბედნიერნი, დღეგრძელნი. უფრო მეტი სტუმრით და უფრო კარგ ხასიათზე. წარმატებებს გისურვებ.
ბატონო ირაკლი. დიახ. მერი გათხოვილია? კი. ძვირფასო ბუნიკეთელებო. ძვირფასო სტუმრებო. ამით ჩვენი საბავშვო შემოქმედება დამთავრდა, მაგრამ ბუნიკეთობა გრძელდება. ახლა კი ყველა გადავინაცვლებთ კლუბში, სადაც წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი რეჟისორის სპექტაკლი ჩვენ ბუნიკეთელები ვართ. მიდი კლუბში, მოდი. გაჩერდი მომწერა, მომეჭა. მიდი კლუბში. ბატონო ირაკლი. დიახ. თქვენთან ერთი სათხოვარი მაქვს. გისმენთ? ბატონო ირაკლი, ჩვენ სკოლაში არის ფოლკლორული კვარტეტი. მოდით აქ. მოდი. გამარჯვებული. სასიამოვნოა. დიახ, სასაყვარლები არიან. ძალიან. თუ შეიძლება რომ თბილისში ან ფესტივალში, ან ტელევიზიაში დავაკავოთ. ბატონო, ფესტივალში ან ტელევიზიაში არ არის პრობლემა. ჩამოვიდნენ, დამიკავშირდნენ მე, წამოიღონ ეს ხო და დამიკავშირდნენ და მე ყველაფერს გავაკეთებ. ახლა დიდი ბოდიში მერის კლუბში დატოვება მარტო არ შეიძლება, მე წავალ, დიახ. დიდი მადლობა, ბატონო ირაკლი. აბა, გამოიცვალეთ ეს ფანდურები აქ დადეთ. ჩაიცვით და თეატრი გაქვთ ახლა. აბა, დავარ დროზე. მადონა. ეს ფოტო ჩამოხსენით და შეინახეთ. დიდი კაცია ირაკლი, დიდი. და ისევ გრძნობა დაისადგურებს და ისევ დარაჯს ვაჩუქებ ხურთუქს. ტაში, ბრავო! ბრავო, ტაში! ტაში, ბრავო, ბრავო! ეს ყველაფერი შენთვის არის, თამარ, შენ. ძალიან დიდი მადლობა. ხო, ეხლა ჩამოვედი. ხო და ფეხი მტკივა ცოტა, ხელი უფრო მტკივა. რა ხდება, ვინ არის ეს კომპოზიტორია? მოიცადე, შენ აქ პოეზიის საღამოს აწყობ და უნიჭიერეს და უპოპულარულეს პოეტესა თამარ ღლონტს არ იცნობ შენ? პოეტი თამარ ღლონტი, არ ვიცი, არ გამიგია? მის კალამს ეკუთვნის ჩემო პაატა. ისეთი შედევრები, როგორიც არის მომიშალეთ ნერვები. წერილი იუზას. მოგზაურობა სამტრედიაში. ფიცხი ძროხა, რა ვიცი, რამდენი ჩამოგითხოვო, ჩემო პაატა. მატირო. ეთყობა, მე რო უცხოეთში ვცხოვრობდი, მაშინ გამოვიდა ეგლექსები არა? ეთყობა კი არა ესეა პაატა, ესე. დიახ. დაიტაცეს მისი წიგნები მაღაზიებიდან. წამოდი გაგაცნობ თუ გინდა. გურა მინდა. უცებ, გამოქანდა ეს რამინის კრუხი და მეცა ხელზე. მე ისტერიკაში ჩავდი, ძალიან მეტკინა, ძალიან. უკაცრავად მოგტაცებთ. თამარ. გინეჭალე, დიდი მადლობა, რომ ერთი ჩემთვის შეწუხდით და მობრძანდით. ხო. აი, გაიცანით, ეს არის თამარი. გამარჯობათ ქალბატონო თამარ, ჩემთვის უდიდესი პატევია თქვენი აქ მობრძანება. ვინ ახარ შენ? მე ახალი ოფიციანტი ვარ, პაატა მქვია, მაგრამ ამერიკაში რო ცხოვრობდი, იქ პიც მეძახდნენ, მოსკოვში მერქვა პეწია, ინგლისში კიდე პიტერი მერქვა. ინდოეთში? ინდოეთში არ ცხოვრობდი, არ ვიცი. ხო და ნუ ამატკია თავი მომიტანე რამე. აი. დიდი მადლობა, რა აი მობრძანე. ხედავ? ნუ ამატკიე თავი მომიტანე რამე, რითმა იგრძენი, რითმა. კი, უცხო რითმა, კი. ხო, აბა. ესო, ვინ ჩამოსულაო, ვინო? აი მე ვიცი ხამე. თამარჩიკა ჩამოკუსკუსდაო? ვირბინ, მე როგორ რა? თამარჩიკ, როგორ ხარ? მე გადასარვა დავრბივარი. ირბენ, აბა რა სიზავ? შენ როგორ ხარ? ხო, კარგად. როგორ გამიხარდა შენ? ვაიმე შენ შემოგევლე ძლივ დავარქეთ. გაღლილია. თქვენ ალბათ ისა ხო? პიტერ, პეცა, პატო, ისა ხო? ლუდი მომიტანე, გენაცვალე რა ძალიან. იცი დღეს ჩვენთან ბარში საღამო არის ღვინო და პოეზია.
ძალიან კარგი, მაშინ მე ღვინოს ავირჩევ. ირაკლი, ბოდიში, თამარ. ირაკლი, მომისმინე. ხო გითხრეს ახლა, ხო გითხრეს რომ აქ საღამო არის ღვინო და პოეზია. რა მოიფიქრე? რა მოიფიქრე და მე ვატყუებ თამარს, რომ ვითომ მის გამო გავაკეთე ეს საღამო. ხო და ნიჭიერი კაცი ხარ მხარ სამიბავ ახლა და დრო გავატაროთ რა. შენი ხმალი, ჩემი კისერი. და თქვენი ღვინო. ერთუთი ისა პიტერ პატო პიტ. დიახ. მე დამაგვიანდა მაპატიეთ საქმეზე ვიყავი სამსახურებრივ მოვალეობას ვასრულებდი და თავიდან ვერ დავესწარი ამ საღამოს. ხო ვერ მეტყვით ახლა რა ნომერი იქნება? ახლა მე წავიკითხავ კიდევ ერთ ჩემ ლექსს. რაღაც მინდა გთხოვოთ თუ შეიძლება მოვძანდით ფსკილად. ეს რა ქვია პეტო. პეტო, იცით რა არის? მე ამ ბოლო დროს წერა დავიწყე. მართლა. დიახ, წერ ლექსებს, მაგრამ რაღაც ერთგვარი კომპლექსი მაქვს ეთყობა ეს დამწყებითი პოეტებს. ახასიათებთ ალბათ თქვენ გეცოდინებათ, დიახ, ჩახედული ზანდებით პოეზიაში და მიჭირს თან მერიდება, ხო ეს როგორ მიიღებს ამას მსმენელი, ჯერ ჩემი არ ქვია ამ მსმენელს, წაკითხვის მე ალბათ გახდება დიახ. ხო და იქნებ თქვენ წაიკითხოთ ჩემი ლექსები. დიდი სიამოვნებით. ვაფასებ ყველა დამწყებელს, რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით. დამწყებს, დიახ, მომეცით დაგიწერთ, უცებ თუ შეიძლება. აი აქ დამიწერეთ. დიახ, დიახ. გაშა, რაღაცა ძალიან სიწყნარია და ძალიან მოვიწყენი. აბა ისეთი და ასეთი ამბები იქნება ბარშიო. თამარ, რა ვიცი, გინდა შენს საპატიცემულოდ ლექს წაიკითხავენ. ლექსი საინტერესოა. წაიკითხავენ, აბა შენ რა გონია, მე აქ მთელი ამბები მაქვს ჩახსოვილი. ესე იგი რა, თამარჩიკ. ეს რა სიძე ყავს? აი, განსვიფრებას ყავარ პირდაპირ ახალი და შეპყრობილი, არა, უნდა ითქვას სიმართლეში. ეს რა სიძე ყავს? გასულ სამტრედიდან ჩამოხვედი და რა ზარზეიმით დაგხვდა და ეს რა ამბავი დაგახვედრა. შენ წარმოიდგინე ოზურგეთიდან რომ ჩამოსულიყავი რა ამბავს ატეხდა. მინიმუმ ფილარმონია ირაკლი. დაიყო ეხლა ეგ, მომენატრე და შეირგე. მეგობრებო, თუ შეიძლება ბოდიში რა, მადლობა ხო. ახლა მე წავიკითხავ კიდე ერთი დამწყები პოეტის ლექსს. სამტრედია გაახარე. აგურს დაადე აგური. თქვენს ჩამოსვლას გაუმარჯოს პატივცემულო თამარი. ბრავო! ჩემი ბიჭი, ერთი წუთი მოდით. მოპატიეთ. რა თქვი ახლა შენ, რა გააკეთე? მაპატიეთ, იცით ეს ჩემი ლექსი არ იყო ეს. ჩემი ლექსები როგორ გითხრათ, უფრო სიღრმისეულია, უფრო პათეტიკური, უფრო იდუმალებით არის გაჟანთილი, სადღაც მინდა გითხრათ, რომ დანიური პოეზიის შტრიხებიც გაკრავს. აი თქვენ რა მექსმენიათ საერთოდ დანიური პოეზიის შესახებ? არა, დანიური პოეზია ეს არის ახალი სიტყვა, განსხვავებული ხედვა თანამედროვე ლიტერატურაში. აი, ვინც მაგალითად დანიურ პოეზიას ეზიარა, როგორ გითხრას, ეს პიტერ. შენ ხსმენია რამე სამტრედიულ ლანძღვაზე? ხოლო ანებეთ თავი ქალბატონ თამარს. აი მე ირაკლი ხა როგორ ვთქვა რომ ფეხი მომტეხოდა და ნეტა აქ არ შემოვსულიყავი. კარგი თამარჩი, კარგი, ახლა ნუ გაიფუჭებ ხასიათს, ამოგივიდა ნახე რა ლამაზი საღამოა, დატყვი ამ საღამოთი, ვისი ამოვნე, ყველაფერი შენთვის არის დღეს თამარ. შენ გაგიმარჯოს ჩემო თამარჩი. კარგი, შენ ჭირმე მომბეზრდა ეს პოეზია, რაღაცა სხვა რამეები არ იქნება? სხვა რა ვიცი, ღვინო იქნება. არა, აი გასართობი რამით გავერთოთ რა. რამით რო გავერთოთ? ხო. ღვინო არის. ღვინო არის. პოეზიაც გვაქვს. აჰა. გართობა ხო? ვაი. კლაუნიც მოვიდა. მოდი როგორ გამიხარდა რომ დედე როგორ ახარ? ვაი მე დათო მოდი. მოდი. ძალიან გიხდებათ ეს ზედა. ნელა, მოდი. რა არის? რა პერანგია? რა კაშლია? რა არის? ხო მშვიდობა? კი, მაიკომ მიყიდა. მაიკომ გიყიდა? ამისთან რა გააბრაზე, კაცო? განებე ერთი თან ძალიან გიხდება გადასარევი რამე. ვაი მე დათნა ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი და დამაფასე აი ჩემ საღამოზე რომ ესე მოხვედი. გამოვიდი რა დავფასეთ რა. შენ არ ვაიმე და როგორ ეხლა შენ ისე შემოიხედე, აქ რო არიცი დღეს ეს ყველაფერი ეწყობა თამარისთვის. აბა? თამარისთვის ეწყობა ყველაფერი ლექსებს ვკითხულობთ.
რა ლექსები რა ლექსს კითხულობთ, ყველა თავის ლექსს კითხულობს აქ, ან სხვის ლექსს, მაგრამ თვითონ კითხულობს და ზუსტად აი იმ დროს მოხვედი, შენი ჯერია დათუჯა, მიდი. აბა, ვინ? რა ჩემი ჯერია, რეებს ლაპარაკობთ, ვერ ახალ წელს. უზღუ. დათო. როგორ გამიხარდა იცი რომ მოხვედი დათო? იმედი არ დაიზარებ და ერთ ორ ლექს შენს წაიკითხავ, არა? ლექსი არა, მაგრამ გამოცანა რო შემოგთავაზო? გამოცანა საერთოდ იდეალურია, აბა გისმენთ. 4 ფეხით ჩავიდა. 2-ით ჩამოვიდა. არ თქვას არავინ. არავინ არ თქვას, მე უნდა გამოვიცნო. ესე იგი, ძროხა არ არის ალბათ. არ არის, მაგრამ ახლოს ახარ. ბატონო. პოეტურად გამასწარი ახლა. ბატა, ხო ხედავ, ლექს წერს ახლა. თამარი წერს ლექს, პოეტურად გამასწარი. აქედან აი როგორი სტილი, იცი, კარგი იყო არ გამეცნე თავიდან. აი დაახლოებით ესეთი რაღაცა გაასწარი აქედან. ბატონო ირაკლი. ბატონო ირაკლი, თქვენთან ვიყავი სახლში და ხელოსარმა მითხრა, არ იქნება. რა? ხიდი ჩაინგრა, მეწყერია? თოვლი მოვიდა, რა ხდება? არაფერი არ არის. შვიდობა, ჩვეულებრივად. თქვენ რომ მითხარით, ჩამოიყვანეთ ფოლკლორული კვარტეტი და ჩამოგიყვანეთ დღესვე. მეთქი რატო გადავდო თქვა და აქ არია? კი, აქ არის. რა? ბატონო როსტომ, კარგ დროს მოხვედით. აი ქროზის ქალბატონი ნახეთ. ქალბატონი თამარი, ეს არის ცნობილი პროდიუსერი. ძირითადად ფოლკლორშია. აი ახლა დაბრუნდა, წაყვანილი ყავდა ანსამბლი სერიოზულ ტურნეში, ბუტანი, ნეპალი, მიანმა. და ახლა ჩამოვიდა წარმატებით, გაგიჟებულია მთელი აზია. ახლა შემოვიყვანოთ. ვამღეროთ. თუ ქალბატონ თამარს მოეწონა და თუ იტყვის რომ კარგიაო, ჩათვალეთ რომ წარმატება, პოპულარობა, სოფლის, კვარტეტის, თქვენი, ყველაფერი წინსვლა იქნება გარანტირებული. ოღონდ ძალიან მთხოთ რა, აი მე რო ჩამოვედი და მიმღერეს. აი ის სიმღერა ვამღეროთ. აუცილებლად ბატონო. მიდი. აბა, ყველა ყურადღებით? ხო. დიდი სიურპრიზი ჩემო საყვარლეს მეზობელს. ამრიკოს, რა შენთვის კეთდება. ყველაფერი შენთვის. დაიწყეთ. 3 4 ი ვიმგზავრე, კარგად, არ ინერვიულო. ვაიმე, რამინ ისეთი შეხვედრა მომიწყეს, ისე დამხდნენ, რომ გადავირიე. არა, ვიდეოზე არ გადაგვიღია. არა, ხო. მომისმნე, რა ხდება ახლა მაკეთ, აბა რა ამბებია თქვენკენ? უი, კირილეს ბიჭი ჯარში მიყავთ? რომელი? უმცროსი, იაგო? უყურეში. მაჰა, რამინი, მე გაცილების სუფრას არ უწყობენ, არ უკეთებენ? ხო, არა, ხო, ძალიან კარგი. არა, მე ვერ ჩამოვალ და ვერ ვიმღერებ. იცი რა, გოგონათა გუნდია და იმათ გამოვუშვებ. ისინი იმღერებენ აი ამ გაცილების სუფრაზე. რას არ ჩამოვლენ, მე თვითონ ჩამაწერინეს ტელეფონის ნომერი ქალბატონო თამარ, თუ რამე ღონისძიებაზე დაგჭირდებით, იქნებ ვიმღეროთო, გვამღეროთო. ხო.
არა, რამინი, ვერ ჩამოვალმე, ხო? თბილისაც ვჭირდები.